გამზრდელი რა არის მთავარი აზრი გამზრდელში არის სანამ ადამიანი დაისჯება მანამდე ის ინანიებს თავის ცოდვას ის ხვდება რა დააშავა და ინანიებს ცოდვას სანამ თავად ფიზიკურად დაისჯება იგივე ამბები ხდება დოსტოევსკის დანაშაულსა და სასჯელში ნახე თვითონ ეს სათაურიც რას მნიშვნელოვანია დანაშაული და სასჯელი და ეს რასკოლნიკოვი როდის ისჯება განა მაშინ როდესაც ბოლოს აღმოჩნდება სადღაც დასჯილი არა ვთქვათ მე არ გეტყვი არამედ რასკოლნიკოვი მაშინ ისჯება როდესაც ის ხვდება თავის დანაშაულს და ინანიებს თანდათან აი ამაზეა ლაპარაკი და თქვენ უნარი უნდა გქონდეთ რომ გამზრდელსა და რასკოლნიკოვს შორის პარალელი გააკეთოთ აი ეს არის მნიშვნელოვანი რა ეს რომ შეძლოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელი ყავდეთ რა ამისა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომელიც კეთილრჩევებს მოგცემთ ან მამის სახით ან ათლიის სახით ან ბიძის სახით ან კარგი მასწავლებლის სახით თუ კი ესეთი ყავთ და ასე შემდეგ აი ეს განაპირობებს შემოქმედებითობას რა იმიტომ რომ ანალიზის უნარის დროს შეფასებებს აკეთებ რა არის კარგი და რა არის ცუდი რა არის მართებული და რა არის არამართებული და ასე შემდეგ და ყველაზე კარგი დამხმარე ამ მხრივ თვალის ვარჯიშის დროს და გონების ვარჯიშის დროს ძალიან ყველაზე კარგი დამხმარე არის კომპოზიციის აღქმა იღებს ხატვარი მართკუთხედის ფორმის ნახავს კარგად ენაცვალა და სჭირდება წინა პლანზე უფრო მეტი აქცენტი იყოს ვიდრე უკანა პლანზე ამიტომ ხატავს ასე თუ კი ესე დახატავდა და იმას სახს ჩადგავდა მაშინ აი ქვედა მონაკვეთზე აქცენტის გაკეთება უფრო გაუჭირდებოდა ვიდრე ასეთ შემთხვევაში ამიტომ ასე იღებს ეხლა უყურეთ სანამ ამ სახს დადგავს ხასავებს ამით მდრიან სივრცეს ორ ატყობს იდეალებს იცის რას ხატავს იდეალებს პარალელურ ხაზს ბუჩქებისთვის იდეალებს პარალელურ ხაზს უკანა ბუჩქებისთვის იდეალებს პარალელურ ხაზს მთისთვის და როგორც ხედავთ უკვე 1 2 3 4 პარალელური ხაზია 5 6 პარალელური ხაზია 6 პარალელური ხაზი დაგროვდა უბრალოდ ჰორიზონტალური ამით შეიქმნა ერთგვარი მონოტონურობა ანუ აქცენტი კეთდება მარტო ჰორიზონტზე და 6 ჰორიზონტალური ხაზია და მონოტონურია ამ ხატვარს უნდა დახატოს სახლი მან იცის რომ უნდა დახატოს და რათა ეს თან იცი რა ამ სახლის დახოტით რაღაცის თქმა უნდა შესაბამისად იცის ეს სახლი როგორ დახატოს კერძოდ პირველ რიგში რას აკეთებს ამ მონოტონურ ჰორიზონტალურ ხაზებს ჭრის ვერტიკალურად ამით დინამიკა შემოაქვს ჯერ აი ესე მთლიანად ჭრის აი ესე ჩაჭრის ამით რა შვება უყურე აი ასე რომ ეს რო ჩაჭარა მთლიანად ხო აი ეს სახლი წამოწია წინ ეს გააგდო უკან რა იმიტომ რომ აქ მოკლეა აქ განიერია წინ მოდის ეს ხაზი ხდები ხო თან ამით ორი საქმე გააკეთა პირველი ჰორიზონტალური ხაზების მონოტონურობა მოსპო ვერტიკალური ხაზით და დიაგონალური ხაზებით ანუ უკვე ჰორიზონტალურადაც მოძრაობს ნახატი ვერტიკალურადაც მოძრაობს და კიდე დიაგონალურადაც მოძრაობს თან წინ წამოწია კიდე ის რაც უნდა გააკეთოს ხო შემდეგ სივრცე რო შექმნას თან მუდმივად ეს სიუჟეტი რა როგორც ლეონარდო იზამს სიუჟეტი არის თავი
კომპოზიციის ნაწილში ფერწერის ტრაქტატისა ლეონარდო გამუდმებით უთვალარჯიო დაუღლელად დაუსრულებლად იძახის სიუჟეტი აბსტრაქციასაც რო აკეთებდეს ადამიანი აბსტრაქციას მან უნდა იცოდეს რას ხატავს ხდები შინაარსობრივად ის ვინც ტყუილა ატყებებს იმას რა ქვია ფერებს რაღაცა ის ამაზე ხო ვისაუბრეთ ვითომ ხატრებზე და მხატრებზე ხო და ის ბარემ ვიტყვი სხვათა შორის შეთვისაც არ იქნება რიგო მალე რასაც მეიხარ საუბრობ ამავე დროს ხო ეს უნდა ვიწყდება რომ კიდევ დინამიკა შემოაქვს აი ჩაჭრებით რა ვერტიკალური ჩაჭრებით ხეების იმიტომ რომ ჰორიზონტალური ხაზები ხო არის და ეს რო ჩაჭრა ჰორიზონტალური ხაზის საწინააღმდეგო ხაზები გავავლო ანუ დინამიკა ამოძრავო და კიდე დააყო ეს ჰორიზონტალური ხაზები და თითოეული მონაკვეთი უფრო ფეთქებადი გააკეთა გაიგე უფრო ძგებს რა ხედავ რა ხდება შემდეგ რაც აკეთებს უნდა ანუ აქ მთავარი არის ეს შაშვი ბოლოს ეს მთავარი სათქმელი ეს არის შაშვია თუ ჭირყვავი თუ ვინც არის რაც არის ესე იგი რა ხდება იმისთვის რომ ჭირყვავზე აქცენტი გააკეთოს ამიტომ უნდა იყოს ძლიერი განათება წინა პლანზე ამიტომ აი ეს ამ მზის განათებას ის აქედან უტყავს ამით ამ სახს წინ წამოსულს აბნელებს და გვერდზე წევს ოდნავ და აი ამ სინათლეს აქცენტს ხო თან წინ მოაქვს ეს სივრცობრივად და თან სათქმელსაც ამზადებს განათების კუთხით აქ სვავს ჭირყვავს და ეხლა შეუდგება აქ კეთებას რა ხდება აქ ნუ აქ ეს არის ძველი სახლი დააძველა სახლი ესენი რაღაც ტრადიციული თან თლად გლეხის სახს არ აგავს თლად ქოხი არ არის ანუ ოდესღაც შეძლებული ოჯახის სახლი იყო რომელიც მოძველდა სიახლეები ვეღარ შედის ამ ოჯახში ამ სახლში უკვე აღარ აქვს უნარი აქ დარჩენილ ადამიანს რომ გააკეთოს და განაახლოს ანუ ერთგვარი უიმედობის მომენტია რა ხდები ანუ აღარ აკეთე ანუ რაც წავიდა ის დრო როდესაც კარგი დროება ქონდა აქ მაცხოვრებელს თან ის მაცხოვრებელი ნახე კარებში დგას ჩაბნელებულ კარებში ანუ ის ცდილობს გამოსვლას გარეთ ან შესვლას აი ხა უნდა გავარკვევთ გამოდის თუ შედის ხო თუ კარგად დააკვირდები სახის განათება ანუ სახე ჩვენსკენ აქვს ანუ გამოდის და აქ უკვე რა ხდება გენიალური რამ ხდება ანუ ის გამოდის უკვე ამ სახლის დატოვება ერთგო თუნდაც ერთი ნაბიჯით ხო ერთგვარი ხალისია ამ ადამიანისთვის ანუ ის მთლად არ არის ჩაწოლილი მთლად არ არის უიმედობას მიცემული მთლად არ არის მომაკვდავი რა რომელიც მოკვდება ამ სახლის დაშლასთან ერთად არა ის მოძრაობს ის წამოაყენა მხატვრული და გამოხკავს გარეთ ანუ რაღაც სინათლის წერტილი ჩნდება რა იმედის წერტილი და გამოდის თან ისეთ ადგილას სადაც რო გახედავს აქ ხაჟღაჟებს ხვატია ხუნვარება და კაშკაშებს ამ დროს ჯდება ჭირყვავი და აქ არის ძალიან მაგარი მომენტი რა ამ ნახატის აზრი რა შიდებს ადამიანი მანამდე გამოვა სანამ ჭირყვავი აფრინდება თუ მოუსწრებს თუ არა ამ ჭირყვავის შემჩნევას რა ადამიანი არა ერთგვარი ფრენა კიდე ნუ გასაგებია რომ ეს წინსვლაა და ეს მოძრაობაა და ფრენა ეს ოცნებაა და ეხლა ლეონარდო დაიბადა და 3 თვის იყო უკვე ჩიტებს აკვირდებული ანუ ფრენა არის ერთგვარი ფრენის უნარი არის ერთგვარი შემოქმედებითობა ხები აი ბიძიაბაბუ აქედან ვერ ამოშკა რა რომელიც ოცნებს გაფრენაზე ფრენის უნარი ამას ფრენის უნარი აღარ აქვს აღარ უნდა მობეზრდა დაუძველდა გარემო შეიძლება მარტოც დარჩა უბედურებაშია და აი ხატვარს გამოხავს მაინც ამ მოძრაობიდან და უნდა რომ ამან შეამჩნიოს ეს მოძრაობა და ეს სიცოცხლე და
ესეთი რაღაცაა რა ეს ნახატი. ხედავ რა სერიოზული ნახატია, ხო? პოზიციური თვალსაზრისით, რუსები იყვნენ გენიალურები, ხა რუსები მარტო ისინი არ არიან გადამხატველები, რა გენიალური პროფესორები არიან და აკადემიკოსები. ადრე არ გამირჩევია ეს ნახატი, მაგრამ აი ესე შეიძლება ამ ნახატის გარჩევა. ადრე რას ვთქვი, აი სანამ დავიწყე გარჩევა, ვაფშე არც უწოდი ეს ნახატი. უბრალოდ რომ დავხედე, მივხვდი რა. ამ დიდი მხატვრის დიდ ნახატში შემთხვევით არაფერი არ არის. ნახატი უნდა გაცდეს დამსგავსებულობას, სილამაზეს, ვირალამაზია და რალამაზად დახატულ, ამას უნდა გაცდეს. ნახატი უნდა იქცეს სათქმელად, ნახატი რაღაცას უნდა გეუბნებოდეს. მარტო სილამაზისთვის არ იხატება ნახატი, რასაც ეს კიჩის წარმომადგენლები აგერ უკვე ერთი საუკუნეა აკეთებენ რა. და მერე თავისი ისინი აუქციონები აქვს მოწყობილი სხვადასხვა აზიის კუთხეებში და იგი ანახატებს ცხოვრობენ. არა, ეს კიჩის წარმომადგენლობა უნდა გავხსნათ კიჩი ჩვენ. უნდა გავხსნათ, მიუღებელი უნდა გავხსნათ ჩვენ. ჩვენ ვართ წმინდა შემოქმედი. ესე ვთქვათ, ისინი. და მომხრე